აი ერთ-ერთი ჩვენი ისე რა ქვია, გუნდის ემბლემა და აქვე მინდა უცბად ესე იგი გავუშვა მის ჩვენი აი ამ პანენკას კაპიტნის მიმართვა. მეგობრებო, გესალმებით. მე ვარ გიორგი ამანაძე და მე წარმოვადგენ გუნდს New Jersey Panic-ას. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას კახათილიძის ხსოვნისადმი მეიზღვნილ ტურნირში. ვეცდებით, რომ თასი წარმოვიღოთ New Jersey-ში, გელოდებით შვიდში, პრინსტონში ამ დიდ ღონისძიებაზე. დროებით. ესე იგი, ნერვიულობდა ჩვენი კაპიტანი აშკარად. არა, კი ნერვიულობდა, წეღანოც მითხრა და დღესაც გადაცემაშიც ყავდა და მაშინაც თქვა, ზოგადად მაგ თემას როცა ეხება ხოლმე ეს აღელვების მომენტია, ყველას შეგვეთყო მაშინ გადაცემაშიც როცა მისი ოჯახის ერთ-ერთ მეგობარზე ამბობდა რომ უკრაინაში დაიღუპაო, მაშინაც ეს ეგრეა რა, ეს უემოციოდ ვერ ჩაატარებ, ამ ვერ იტყვი, არის ისეთი სიტყვები და ისეთი რაღაცა რომ ესე უბრალოდ ვერ იტყვი რა და ეს ემოციები მოდის და პირიქით ბუნებრივია და პირიქით ეგ არის ხედავს გიორგი ნიშნულობას იმას იმიტომ რომ ვიცი რა მე მგონია რომ სწორედ ის ხალხი უნდა შეიკრიბოს აქ ვინც ამას აისევე განიცდის როგორც გიორგი განიცდიდა როგორც მე და შენ და ეს რაღაცნაირი აი მეორე მაგალითად მეორე ჩვენი გუნდის ემბლემა და აქვე ჩავრთავ მის კაპიტანს კალათბურთში წარმოვადგენ გუნდ ფილადელფია იბერის. გამარჯობა, მე ვარ შაკო კანდელაკი. მოხარული ვარ მივიღო ღონისძიებაში მონაწილეობა 7 ივნის პრინსტონში, კახათილიძის სახელობის ტურნირში, ფეხბურთსა და კალათბურთში. წარმოვადგენ გუნდ ფილადელფია იბერიანს. შევხვდებით პრინსტონში 7 ივნის, არ დაგავიწყდეთ. შაკოზე გეტყვი იმას, შაკოს მოუვიდა პატარა ტრავმა მიიღო და მწვრთნელობა შეითავსა, ძალიან უნდა თამაში და ძალიან უნდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ოპერაცია დაჭირდა ფეხზე, მაგრამ აუცილებლად იქნება და ეხლა თვითონ იმუშავა რაღაცა ტაქტიკას ამუშავებს და მე გავარჯიშებთ კიდევაცო და სერიოზულად მიუდგა მაგ საკითხს და როგორც მწვრთნელი ისე იყო, თორე როგორც მოთამაშე იქნებოდა აუცილებლად, მაგრამ ნუ ეგრე მოხდა. მოდი მაშინ ახლა მთელი რიგი ვაჩვენოთ, რაც აქვს რა, რეზი. ჯერ ერთი აი ამ ადამიანის სახელობის ტურნირია, კახათილიძის. და არ დამეზარება, არც ჩვენება, არც გამეორება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ კახათილიძე იცი როგორ გითხრა, აი არ მინდა რაღაცა დაფასებული იყოს ქვეყანა საქართველოში. ყველა ქართველისგან ცხადია, მაგრამ ქვეყანამაც აღიაროს მისი დამსახურება, იმიტომ რომ ამაზე მეტი დამსახურება რა უნდა იყოს, რაც მან გააკეთა და აი ეს ტურნირი ამისი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი ეს არის. აი ნახეთ, ეს არის გუნდები, რომელიც New Jersey აქტიურობს ყველაზე მოდი კომენტარები გააკეთე ყველა გუნდზე რა. New Jersey თბილისი ლევანია კაპიტანი და New Jersey აქტიურობს ძალიან და სხვათა შორის ვინც იქნება წარმოდგენილი ახლა ვისაც დაინახავთ თქვენ ყველას აქვს იმის პრეტენზია რომ მოვიგებთო და მაგ მხრივ ძალიან დაძაბული უნდა იყოს და სხვათა შორის New Jersey ფაქტურად საკუთარ მოედანზე თამაშობს მასპინძელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა შტატებიდან არ უნდა ჩამოვიდნენ და ჩამოდიან კიდეც და ეს გონი ვაჩვენეთ უკვე ხო ფილიბერიას. კი ბატონო. ეს მოწოდე თავიდან რომ არამერიას New Jersey ვაჩვენეთ. აი ეს არის with Georgia. with Georgia მე მახსოვს რომ საქართველოშიც იყო ესეთი გუნდი. with Georgia საქართველოშიც არის ეგეთი გუნდი და with Georgia-ის აკადემია არის ეს ბრუკლინში და New Jersey-ში ავარჯიშებენ ბავშვებს. და თვითონ პაატა წვრთნელი ვინც არის და დამფუძნებელი ის თამაშობდა Georgia-ში და ის სახელი წამოიღო და დაარქვა თავის აკადემიას მერე.
მაგიტო არის რომ ზუსტად აგისევ აკადემიის სახელი არ შეიცვალეთ, ცალკე სახელი არ შეიცვალა, იმიტომ რომ იგივე სახელით უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა. მე რამდენად ვიცი, ეზი საკმაოდ ისეთი, საკმაოდ კარგად წარმატებული აკადემიაა, ბევრი ბავშვია და რაღაცა კარგად ვარჯიშობენ და კარგი გუნდებიც. კი ბატონო, კი, საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს ეს აკადემია და ესე იგი, კი წამოვიღებთ თას. კი არა, თას დარჩება თქო უნდა მეთქვა, მაგრამ იმდენი ვართ საწავა სხვაგანო და ნიუ-ჯერსი ტოვებს გიორგი თას. არ ვიცი, ნახოთ, გამოჩნდება. შავი ზღვა, ნიუ-იორკი. ნიუ-იორკის ყოველ კვირას ეს ბიჭები იკრიბებიან, დავით საკანდელიძე არის კაპიტანი, ეს ბიჭები იკრიბებიან ყოველ კვირას დილით და 11-11-ზე იკრიბება ორი გუნდი და ხან მეტიც და თამაშობენ ქართველები კვირა დილით 9 საათზე. წარმოიდგინე, სტადიონი აქვს აღებული, ეგრე ქირაობენ და ანუ იმდენად ბევრი ხალხი არის, რომ 11-11-ზე თამაშობენ და არა მინი ფეხბურთს. იცი რა, რაღაცა მაგარი ჯახი იქნება მე როგორც ვატყობ თუშის ტურნირზე და როგორც დავდო სპორტსმენებს ეკადრება ბრუკლინი. ფეოლა რა მოგერი. ფეოლა არის ორგზის ჩემპიონი. რაც ტურნირები ტარდება ხოლმე გმირების ხსოვნისადმი მიწვნილი შარშანას და შარშანტინას ფეოლა მოიგო და წელსაც იმუქრებიან რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ. პანენკა უკვე იყო, აი კაპიტანმა თვითონ წარადგინა Philly Strikers, ესეც ფილადელფიული გუნდია. ეს ახალი გუნდი არის, აქამდე ეს გუნდი არ გამოსულა ესე ტურნირზე და ეხა იმდენი მეგობარი ჩამოუვიდათ. ანუ სხვადასხვა გუნდებში თამაშობდნენ, ეს გუნდი ცალკე არ არსებობდა. იმდენი მეგობარი ჩამოუვიდათ, რომ უკვე ერთი გუნდის გაკეთება თვითონაც შეძლეს და ეხა მე რაც მივხვდი, ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იქნება, ანუ 22-23 წლისები არიან ძირითადად. ახალგაზრდული გუნდი იქნება და ახალი ყველაზე საჩიში გუნდია, ენერგიით ნამდვილად ყველა საჯობებენ. ხო, თან ის არის, აქამდე ახალი მოთამაშეებიც იქნებიან ისეთები, რომლებიც აქამდე არ იცოდნენ სხვებმა და არ ვიცი, სიურპრიზები იქნება ალბათ. ეს იყო და აი ეს ბოლოს ესა გვაქვს ეს ამერიკული გუნდია. გერმანული საზოგადოების მხრიდან დაარსებული ფილადელფიაში ამერიკული გუნდი, რომელშიც ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენ დავპატიჟეთ, რადგან გვინდა რომ მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ამ გუნდში უკვე ქართველებიც მონაწილეობთ. მე პირადადაც ვარ ამ გუნდის წევრი, ოღონდ ჩვენ სხვა ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას, დიდ ფეხბურთს ვთამაშობთ 11-11-ზე. და ძალიან გაგვიხარდება მათი ჩვენთან ყოფნა და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ მე პირადად რა გამოცდილებაც მაქვს მათთან ურთიერთობის და მათთან მეგობრობის, დაახლოებით 60 ადამიანი არის ამ კლუბის გარშემო მოთამაშეები ან წვრთნელებიანად. ძალიან კაი ხალხია და მე ვუთხარი რომ მეთქი ჩვენ რო დავმეგობრდით, წამოდი მეთქი, ეხლა რამდენი კაი ქართველი უნდა გაგაცნოთ მეთქი. ისინიც უნდა დაგამეგობროთ მეთქი და მაგით ვიდიან რომ სამაგალითოდ ხიდების შენელობა და სხვა